25 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს აღნიშნავს. ღვთისმსახურ მამავაჟა სონღულაშვილის განმარტებით ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ისტორია მე-9 საუკუნიდან იმპერატორ თეოფილეს მეფობიდან იღებს სათავეს, როდესაც ხატმებრძოლეობის პერიოდი მძვინვარებდა. ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი საქართველოშია დაბრძანებული. დღევანდელ დღეს დედა ეკლესია იხსენებს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს, მისი ხსენება არის და ჩვენ ქართველებისთვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი რაღაც განსაკუთრებული სასოებით ვარ დამოკიდებული და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა საქართველო და ჩვენ ვიცით ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელმაც ინება ტომით ქართველის გაბრიელის ხელით გამობრძანება ზღვიდან და შემდეგ ვიცით რომ ეს ხატი ქართველთა სავანეში ივერონის მონასტერში არის დავანებული, საოცრად მადლი და სიხარული მოედინება ივერონიდან საქართველოზე დღესაც და ქართველ ერზეც. და ჩვენ უნდა გვახსოვდეს ყოველ ადამიანს და ქართველ ერს რომ როდესაც ვეცემით, როდესაც ცოდვაში ჩავარდებით, როდესაც განსასწრელი გვაქვს, გაჭირვება გვაქვს საქართველოს, უნდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ვევედროთ შემწეობა ვთხოვოთ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს საქართველოს და ქართველი ერის ერთიანობა და ერთსრულოვნება და აუცილებლად უპირობოდ შეისმენს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და ჩვენი მფარველი არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და განსაკუთრებული სასოება მუდამ უნდა გქონდეს. გვახსოვდეს და გვიხაროდეს და დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდეთ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის მიმართ ქართველი ერი და ვეცადოთ რომ ჩვენი ძალისხმევით სასოება და მოშურნეობა არ დავიშუროთ ღვთისმსახურებაში. ამინ.